საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ეროვნულმა ფორუმმა ხელმოწერების შეგროვების მეორე ეტაპი დაიწყო. რეგისტრაციის გავლა და ხელმოწერების დაფიქსირება მსურველებს თბილისის მეტროს სადგურებთან და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში დადგმულ ფორუმის არეგისტრაციო მაგიდასთან შეეძლებათ. საუბარია იმ წინადადებებზე, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ეროვნული ფორუმის ინიციატივით შეიქმნა და რომელსაც 9 პოლიტიკური პარტია აწერს ხელს. ფორუმის წევრები ხელმოწერებს პარლამენტში 20 სექტემბრისთვის არადგენენ. Agora isso que tinha todo მოსახლეობა შეუძლია მივიდეს და საკუთარი ხელმოწერა დააფიქსიროს იმ მოთხოვნაზე, რასაც 9 ოპოზიციური პარტია იზიარებს და რაც არის ეროვნული ფორუმის ინიციატივა. ეს გულისხმობს საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წესით საარჩევნო კოდექსის ცვლილებების შეტანას, რაც გარანტირებულს გახდის არჩევნების გაუყალბებლად ჩატარებას პრინციპით ერთი ამორჩეველი, ერთი ხმა. მეორე დღეა დღეს, რაც ფორუმმა გადაწყვიტა, რომ მეტროებთან დავსდარიყავით და გაგვეგზელებია ხელმოწერების შეგროვება. ბევრად მეტი გვაქვს უკვე შეგროვილი, მაგრამ ჩვენ გვიდა რომ მასიური იყოს ეს ხელმოწერები და რაც შეიძლება მეტი შეგროვდეს. საშუალოდ გუშინ აი 2 ადგილას ვხედავთ 400-მდე ხელმოწერა შევაგროვეთ. დღეს დილის 8 საათიდან ვხედავთ და მარტო ჩვენ გვაქვს უკვე 12 ფურცელი, ანუ 180 ხელმოწერა გაკეთებული. აწერო შეიცვალოს საარჩევნო კოდექსი. უკეთესებისკენ წავიდეს ჩვენი ცხოვრება. უკეთესი მომავალი, უკეთესი ცხოვრებისთვის, ყველაფერი სიკეთე.